იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავამ აფხაზეთის ომის ვეტერან ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ვეტერანი ქალბატონები, რომლებიც 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის დროს ფრონტის წინა ხაზზე უმძიმეს პირობებში ასრულებდნენ თავიანთ პროფესიულ და მოქალაქეობრივ მოვალეობას. პროექტის მონაწილე ქალბატონებს აფხაზეთის თემატიკით სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. მინისტრის აპარატი მომავალშიც გააგრძელებს აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონების მხარდაჭერას. ღონისძიებას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილეები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ანზორ მარგიანი და პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი ესწრებოდნენ. ჩვენს ვეტერან ქალბატონებს მიულოცეთ ქალთა საერთაშორისო დღე. მე მინდა უსურვოთ ყველაფერი საუკეთესო წარმატება, ძლიერი ქალი ზოგადად ყოველთვის იყო საზოგადოების აქტიური წევრი და ის ღვაწლი, რომელიც განსაკუთრებით იმ ტრაგიკულ დღეებში ჩადეს ჩვენმა ქალბატონებმა აფხაზეთის ომის დროს, ეს არის ფასდაუდებელი. ქალების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი არის სამშვიდობო პროცესებში და იმ გახლეჩილი საზოგადოების, ესე ვთქვათ, გასაერთიანებლად, რომელიც სამწუხაროდ ხელოვნურად არის დღეს გაყოფილი. მე მიხარია, რომ აფხაზეთის მთავრობის იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებულ შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა, სადაც აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანი ქალების დაჯილდოვება და მილოცვა მოვახერხეთ. ეს არიან ადამიანები, ქალები, ვინც თავიანთი სიმამაცით, რა თქმა უნდა, დაგვამახსოვრეს თავი, ვინც ეხლაც შრომობენ საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ოჯახებისთვის და იმედი მაქვს, რომ თან ერთად აუცილებლად დაუბრუნდებით აფხაზეთში. მსახურობდი 23 ბრიგადაში. უძლიერესი გენოადამია გენერლის ბრიგადა იყო 23 ბრიგადა. გენოძიას დღესაც უზარმაზარი სახელი აქვს და მისი სახელი მრავალჟამიერი იქნება. მარტო იმისთვის, რომ გენოადამიამს იყო ჩვენი ბრიგადის მეთაური, იმისთვის გაუხარდება, რომ ჩვენ აფხაზეთში დაუბრუნდეთ და მე იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება. აუცილებლად მოხდება, რომ დაუბრუნდებით.